მეოთხე ნაბიჯი ღრმად და უშიშრად შევისწავლეთ საკუთარი თავის ზნეობრივი თვალსაზრისით. უზენაესი ძალის რწმენა და გადაწყვეტილება, რომ ამ ძალას მივანდოთ ჩვენი მეგზურობა, გვაძლევს სიმამაცეს, რაც პირადი აღწერისთვის გჭირდება. ეს აღწერა ნიშნავს მიუკერძოებლად შევხედოთ საკუთარ თავს, შესაძლოა ცხოვრებაში პირველად. ეს ძალიან საჭირო ქმედებაა. ვცდილობთ, რაც შეიძლება ობიექტურები ვიყოთ, რადგან ეს ინფორმაცია გამოჯანმრთელებისთვის გჭირდება. შეიძლება ძალიან გვინდა გქონდეს მკაფიო მითითებები თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს აღწერა, მაგრამ მისი ჩატარების ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. ჩვენი გამოცდილებით იდეების მოძიებაში შეიძლება დაგვეხმაროს საუბარი იმ ადამიანებთან, ვისაც თავისი აღწერა უკვე ჩატარებული აქვს, ან სახელმძღვანელოების მოძიება, რომლებიც დიდი რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. ყოველი ადამიანი აღწერას აკეთებს იმ სახით, რომელიც თავისთვის საუკეთესო გზად მიაჩნია. ოღონდ პერფექციონიზმს არ უნდა მივცვეთნება ამ ნაბიჯის დაბრკოლებად გვექცეს. არ არსებობს აღწერის ჩატარების იდეალური გზა. ხანდახან ამ აღწერას გზა და გზა ვავსებთ, რაგი ჩვენს განკურნებასთან ერთად მიუკერძოებლობა და კულტურფელობა გვემატება. მთავარია დავიწყოთ. სრული და ჯანსაღი აღწერა, როგორც წესი, მოიცავს ღირსებებისა და ნაკლოვანებების ბალანსს. პირადი აღწერის ჩატარებისას წერთ ჩვენი ხასიათის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს. აუცილებელია მივიღოთ საკუთარი თავის რეალური სურათი, ამიტომ ვაკვირდებით ჩვენს როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებს. მნიშვნელოვანია ეს აღწერა ჩავიწეროთ, რათა შევძლოთ კეთილსინდისიერი შეფასება. ნაკლებად სავარაუდოა გამართლების საბაბი მოუძებნოთ ან დავიწყოთ ის, რაც ჩაწერილი გვაქვს. შესაბამისად, შეგვეძლება უფრო ობიექტურად შევხედოთ პრობლემებს. შევისწავლეთ. გულწრფელი და საფუძვლიანი შესწავლა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს. ჩამოვწერთ წარსული შთაბეჭდილებებსა და ქცევებს, რომლებიც გვაწუხებს. გაზრახ არაფერს გამოვტოვებთ. შეიძლება ზოგჯერ მოგვეჩვენოს, რომ ჩვენს მიერ ჩამოწერილი გრძნობები ჩვენი ხასიათის დეფექტია, მაგრამ ეს ასე არ არის. გრძნობები არც კარგია და არც ცუდი. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ იმით თუ როგორ რეაგირებდით ჩვენს ემოციებზე, ჩამოგვაყალიბდა ხასიათი და ამ სამყაროსადმი ქცევის წესი. გულწრფელად უნდა დავაკვირდეთ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებსაც ჩვენი ხასიათი ეფუძნება. ვეძებთ მიზეზებს, რომლებმაც გვიბიძგეს გვეფიქრა, რომ ჩავფლავდით. საკუთარი თავის წინაშე გულწრფელობას მაქვს საკუთარი თავის მიმღებლობა და რეალისტური გაგება, თუ სად და როგორ შეგვიძლია შევიცვალოთ. ჩვენი არც ერთი ნაკლი არ არის განსაკუთრებული. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ყველაფერი, რის გაცნობიერების უფლებასაც ვაძლევთ ჩვენს თავს, შეგვიძლია შევცვალოთ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ სიღრმეში ჩავიხედოთ. უშიშრად. აღწერის ჩატარება, რომ გავბედოთ, აუცილებლად გვჭირდება უშიშარი დამოკიდებულება. უშიშრობა ნიშნავს მივიღოთ გამოწვევა, ვიყოთ ღია და გულწრფელი სიღრმეში ჩახედვისას. ჩვენი სურვილის არ ქონის თუ ავიწინათ გრძნობების მიუხედავად. ჩვენი უზენაესი ძალა ამის გაკეთების სიმამაცეს გვაძლევს. საკუთარი თავის აღწერის კეთებისას ზოგჯერ უსიამოვნო და შფოთვარე გრძნობები გვიჩნდება. საკუთარ თავზე და წარსულ ქცევებზე დაკვირვებამ შეიძლება ღრმად ჩამარხული გრძნობების ზედაპირზე ამოიტანოს. ამ დროს გვახსოვს, რომ აღწერის კეთებისას ჩვენი შემწე და მეგზური ჩვენი უზენაესი ძალაა და ეს გვეხმარება. შეიძლება დაგვრჩერდეს ერთხანს შევჩერდეთ, ვინმეს დაველაპარაკოთ, ან მესამე ნაბიჯს დავუბრუნდეთ. რაც უფრო ნაკლებად შეესაბამება ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე რეალობას, მეტ უფრო გვიძნელდება ჩვენი დეფექტებისათვის ფარდის ახდა. ყოველ განკურნების პროცესს ახლავს ტკივილი და ტკივილისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა მისი გავლაა. ჩვენ ვიზრდებით პირისპირ ხვდებით მეოთხე ნაბიჯის ტკივილს და გვეხსნება გზა სულიერი სიმშვიდისკენ, რომელსაც ვეძებთ. ზნეობრივი აღწერა. ზნეობრიობა არის მართებულისა და უმართებულოს ჩვენეული განცდა და არის ჩვენი შინაგანი მეზგარე გამოხატულება. ჩვენი წინასწარი განწყობა, შეუწყნარებლობა, კრიტიკულობა, შიში და დანაშაულის განცდა, ეს ყველაფერი ჩვენი მორალის ნაწილია, ისე როგორც თავკერძობა, ეგოიზმი და ბრაზი. მორალი მომდინარეობს შეხედულებებისა და დამოკიდებულებებისგან, რომლებიც ბავშვობიდან მოყოლებული ჭეშმარიტებად მივიღეთ. ზოგი ეს შეხედულება შეიძლება ცდომილება იყოს. ჩვენი დამოკიდებულებები შეიძლება იყოს არარეალისტური, ან იმ პირობებზე დაფუძნებული, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში აღარ არსებობს. შეიძლება ვცხოვრობდეთ არა ჩვენი საკუთარი, არამედ ვიღაცა სხვისი მორალით. როდესაც აღმოვაჩენთ სინამდვილეში რისი გვჯერა, შეგვიძლია ამ შეხედულებების შესაბამისად ვიცხოვროთ. ამ აღწერის მიზანია გამოამჟღავნოს ჩვენს მიერ გამომუშავებული არაეფექტური ქცევები და დაგვანახოს თუ როგორ გვაკონტროლებენ ისინი ჩვენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც აღწერისას უნდა დავაკვირდეთ, არის წყენა. სხვა ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ არაკეთილგანწყობით ეს გრძნობა სულიერ სიმშვიდეს გვირღვევს. როდესაც ვინმეზე ან რამეზე ვართ ნაწყენი, უნებლიეთ იმ ვიღაცას თუ რაღაცას ნებას ვაძლევთ გვაკონტროლოს. ეს ჩვენ გვაზიანებს, თუმცა შეიძლება არაფერი დაუშავოს მათ, ვიზეც ვართ ნაწყენი. მათ ამაზე შეიძლება არც კი კონდეთ წარმოდგენა. წყენის გულში ჩამარხვას მხოლოდ უიმედო და უსიხარულო ცხოვრებამდე მივყავართ. ამის გამო აღწერაში ჩამოთვლით წყენებს, რომლებიც გქონია ადამიანების, ორგანიზაციების თუ წესების მიმართ. თავის დავეკითხებით ჯერ კიდევ რატომ ვბრაზობთ მათზე. შემდეგ აღწერთ თუ როგორ იმოქმედა ამ წყერებმა და როგორ შეცვალა ჩვენი ფიქრები, გრძნობები თუ ქცევები.
ჩვენი სიამაყე, თვითშეფასება, ამბიცია, პირადი ურთიერთობები, ფინანსური უსაფრთხოება დაზიანდა ან საფრთხე დაემუქრა. თუ შეგვიძლია განსაზღვროთ შედეგად აღძრული ემოცია, ამასაც ჩავწერთ. ქვემოთ მოცემულია მაგალითები, რომლებიც შესაძლებელია ჩვენს სიაშიც მოხვდეს. მე ნაწყენი ვარ ჩემს უფროსზე, რადგან ის არასოდეს მაქებს, მუდამ კრიტიკულია, ჩემს მაგივრად ვიღაცა სხვა დააწინაურა. ეს გავლენას ახდენს ჩემს ფინანსურ უსაფრთხოებაზე, თვითშეფასებაზე, სიამაყეზე, თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. ვგრძნობ, რომ სამსახურში ხელმოცარული ვარ, ხელის მოცარვის შიში. ნაწყენი ვარ ჩემს მშობლებზე, რადგან ისინი ბავშვით მექცევიან, პატივს არ სცემენ ჩემს უნარებს, წუწუნებენ, რომ არასოდეს ვწერ და ვურეკავ მათ. ეს გავლენას ახდენს ჩემს სიამაყეზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, თვითშეფასებაზე. მათ მიმართ სიყვარულზე ვგრძნობ, რომ ისეთი როგორიც ვარ, მათთვის არ ვარ მისაღები, რომ მავალდებულებენ ის ვიყო, ვინც მათ უნდათ რომ ვიყო. უარყოფის შიში. ნაწყენი ვარ ჩემს მანქანაზე, რადგან ის ჯართია, სულ ფუჭდება. ახლის საყიდლად ფული არ მაქვს. ეს გავლენას ახდენს ჩემს სიამაყეზე, უსაფრთხოების გრძნობაზე, დამოუკიდებლობაზე. ვგრძნობ, რომ სისურველე ჩავიდინე, რომ ვიყიდე, რომ ამით სხვების თვალშიც სულელი გამოჩნდე. გადაწყვეტილების მიღების შიში, შეცდომის დაშვების შიში. ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ სიტყვა შიში ყველგან ფიგურირებს. სიტუაციაში შიში უპირველესი ემოცია, რომელიც გვაკონტროლებს. შიშს ჩვენს თვითშეფასებაზე, სიამაყესა და კეთილდღეობაზე დამოკრებული საფრთხე იწვევს. ჩვენ წყენებს თუ დავაკვირდებით, ხვდებით, რომ როგორც წესი ის შიშზე გაჩენილი რეაქცია. ჩვენ არ მოგწონს, რომ გვეშინი, ამიტომ მას ვფარავთ წყენიანობით, რაც სიტუაციის კონტროლის წყალგრძნობას გვიჩენს. აღწერაში ჩამოვწერთ ჩვენ შიშებს, განვიხილოთ ჩვენს წარსულ ქცევებს, რათა გავიგოთ ეს შიში რა გავლენას ახდენდა ჩვენს აზროვნებაზე, როგორ მართავდა ჩვენს ქცევას და ზემოქმედებდა სხვებთან ურთიერთობაზე. შიშის გამო ყოფილვართ ეგოისტები, არაკეთილსინდისერები ან დაუფიქრებლები, ვის მივაყენეთ ზიანი, დანაშაულის გრძნობა გაგვიჩნდა, უმიზეზოდ გვიგრძნია ეჭვი, უნდობლობა ან წყენა, ამ ყველაფერს ვწერთ. ასაკით მატებასთან ერთად შეიძლება გაგვივითარდა დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი ან უხერხულობა ჩვენი სექსუალური აზრების გამო, განცდებისა და გამოცდილებების გამო. აღწერის ჩატარება გვეხმარება ეს მტანჯველი აჩრდილების სააშკარაოზე გამოვიტანოთ და გულახდილი ვიყოთ ჩვენი სექსუალური გამოცდილებების შესახებ. უნდა შევწყვიტოთ სხვების და საკუთარი თავის განსჯა. დანაშაულის გრძნობის და სირცხვილის დამალვა მხოლოდ ხელს გვიშლის ვიყოთ კარგად. სანამ არ შევურიგდებით ჩვენს ადამიანურ შეზღუდულობას, ისევ და ისევ ვერ მოვახერხებთ საკუთარი თავის და სხვების მიღებას. აღხსნოთ აღწერას და ჩამოვწერთ საკუთარი თავის ყველა სხვა ასპექტს, რომელსაც საჭირო რომ დავაკვირდეთ. თუ გვაქვს გამხელელი საიდუმლოებები, მათაც ვწერთ. თუ ვაღიარებთ, ყველაფერი შეიძლება დავძლიოთ ისე, რომ ხანგრძლივ დამოკიდებულებად ან ქცევით პრობლემად არ გვექცეს. ეს უარყოფითი დამოკიდებულებები თუ ქცევები ხასიათის ხარვეზე გახლავდა ჩვენ უთებლო ქმედებების უკან მდგარი მამოძრავებელი ძალა. მაგალითად, როდესაც უარყოფთ საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობის ქონას, ამით წავაგაზებთ დამოკიდებულებას საწყალი მე, რა სიძნელის გადატანა მიწევს. ამას რომ გავიაზრებთ, ხვდებით, რომ ცუდები კი არ ვართ, რადგან ამას გრძნობთ, არამედ უბრალოდ ადამიანები ვართ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, რომ ეს თვისება დღესდღეობით ჩვენი ნაწილია. ხასიათის დეფექტი ნაკლებად პრობლემატური ხდება, თუ მზად ვართ მასზე ვიმუშაოთ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაბიჯებით. საკუთარი თავის აღწერა. საკუთარი თავის აღწერისას მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ ფოკუსირებულები. ეს ჩვენი აღწერაა და არა სხვისი. განვიხილოთ მხოლოდ საკუთარ როლს ამა თუ იმ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება რაიმე მთლად ჩვენი ბრალი არ იყოს. ამის კეთებით ვაცნობიერებთ, რა ძლიერად ვარ თვითკონცენტრაციაში და ჩვენი ეგო როგორ გვტოვებს ისევ და ისევ ამ თვითკონცენტრაციაში. ვხედავთ ჩვენი სიძნელების გაჩენას თავიდანვე როგორ შეუწყვეთ ხელი, ჩვენი ეგოიზმით, არაკეთილსინდისიერებით, მესაკუთრეობით და შიშებით. სრული აღწერის შესადგენად ბევრის დაწერა მოგვიწევს. თვალს ვუსწრებთ ჩვენს წყენებს და შიშებს და მათი საშინელი დესტრუქციულობის შემჩნევას ვიწყებთ. ფურცელზე ჩამოწერით უკვე ვხედავთ ჩვენს შეცდომებს და ვაღიარებთ ჩვენს არასწორ საქციელებს. ჩამოვწერთ ადამიანებს, რომლებსაც ზიანი მივაყენეთ ჩვენი ქცევით და ამ სიას მოგვიანებით, მერვე ნაბიჯზე გამოვიყენებთ. ნელ-ნელა ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ შემწყნარებლები და მომთმენი საკუთარი თავის თუ სხვების მიმართ. გულწრფელი პირადი აღწერის მეშვეობით უკეთ ვაცნობიერებთ ჩვენს ადამიანურობას, ვიწყებთ ხასიათის დეფექტების დანახვას, რომლებიც გვაწუხებენ და სიძნელეებს გვიქმნიან ჩვენივე თავთან თუ სხვებთან ურთიერთობაში. ასევე ვეძებთ ჩვენს დადებით მხარეებს, რადგან მიზნად გვაქვს შევქმნათ ჯანსაღი, რეალისტური სურათი იმისა თუ ვინ ვართ. ჩამოვთვლით ჩვენს დადებით თვისებებს, რაგენ ძნელიც არ უნდა იყოს თავიდან მათი აღიარება და გაოცებული ვრჩებით მათი სიმრავლით. როცა უკვე ხელთ გვექნება ხელშესახები მტკიცებულება იმისა, რომ გნებავს გულწრფელად შევხედოთ საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ მეხუთე ნაბიჯზე გადასასვლელად.